ერთი მოვლენა რო სრულდება, მეორე იწყება ჩვენს საინტერესო ქვეყანაში და არა მარტო ჩვენს საინტერესო ქვეყანაში, მათ შორის მსოფლიოშიც პირველ ყოვლისა და ჩვენ ყოველდღიურად გავამახვილებთ ცხადია, როგორც ვამახვილებთ ხოლმე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე და იმაზე რაც ხდება უკრაინაში და რამდენად წარმატებულია ეს ქვეყანა. ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი შემომიერთდება ახლა მე სტუდიაში, ვირტუალურ სტუდიაში, რომელსაც მივესალმები. ზაზა, ამ თავითვე გეტყვიო, ძალიან დინამიკური მინდა რომ გამოვიდეს საუბარი და ამ ქვეყანაში, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსაც შევეხები და ცოტა არასტანდარტული კითხვებითაც მოგბართავ, იმიტომ რომ ეს ფორმატი ჩვენ გვაძლევს სატელევიზიო ფორმატებისაგან განსხვავებით, მათ შორის ცოტა ჟარგონებით ლაპარაკის უფლებასაც კი მეთქი ასე ვიტყვი შენიშნებათ. მაგრამ ეს არ არის ეხლა მნიშვნელოვანი, ჩვენ ვილაპარაკებთ როგორც აქაურ, ისე იქაურ მოვლენებზე. ეხლა დავიწყებ ესე. ესენი ხელისუფლებად წოდებულ ჯგუფს გულისხმობ, ვერ კაჩავენ. ანუ სულ გაგიჟდნენ ხო ამას გეკითხები, იმიტომ რომ ნახე დღეს ვახოსანაია დაიჭირეს ხვალ, შეიძლება რაღაც ნებისმიერ ჩვენგანაც მოკიდონ ხელი. აი, ყველაფერი ხდება გარშემო, ყველა მეტნაკლებად ადეკვატურია რეგიონში, კიდევ უფრო ფართო გაგებითაც. ყველაზე უფრო არადემოკრატიული ქვეყნების ლიდერებიც კი ადეკვატურობას ცდილობენ და ესენი კი უჭერენ ამ მარწუხებს და თან რაც თავარია, ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში, ბოლომდე ეს არც გამოუვათ ამ ჭანჭიკებისა თუ მარწუხების მოჭერა. მოგესალმები ირაკლი, მადლობა ღმერთს, რომ არასტანდარტული თუ სტანდარტული კითხვების დასმის საშუალება ჯერ კიდევ არის. მე მახსოვს ოცნება ახალი მოსული იყო ხელისუფლებაში და რაღა ახალი 3-4 წლის განმავლობაში იძახდნენ, რომ აი კითხვას რო სვამ, რაღაცა აღმაშფოთებელს ან მავნებლურს რო აღმოაჩენდი და კითხვას დასვამდი, ამაზე სტანდარტული პასუხი ჰქონდათ ხოლმე, რომ აი ხო შეგიძლიათ კითხვის დასმა, ესე იგი მაინც წინ მივდივართ. გეგონება მანამდე კითხვის დასმა იყო აკრძალული. და სინამდვილეში ჩვენ მოვედით იქ, სადაც უკვე კითხვის დასმა, რაღაც კონკრეტული სიტყვების გამოყენება არის აკრძალული და Facebook სტატუსის გამო დღეს პირველი ადამიანიც არ არის, მაგრამ ნუ ვახოსანაია ჩასვეს 2 კვირით ციხეში, რეალურად არაფრის გამო. ასეთი რაღაც ჩვენ ისტორიაში არ მომხდარა, ხო? როცა მთელი ოპოზიცია ან ციხეშია, ან დევნილობაშია, ადამიანები ციხეში ზიან ტროტუარზე დგომის გამო, Facebook სტატუსების გამო, აკრძალულია სიტყვის თავი, ანუ რეალურად აი რაც არ მოწონთ, კანონით გძალავენ და მე გეუბნება რომ კანონია ძმაო. გადაცემის პარტნიორია Coca-Cola. ეხლა რო დავუბრუნდეთ იმას, რაც თქვი, ესენი ვერ კაჩავენ თუ რაშია საქმე, მეორე ფორმულირება იყო კიდე როგორ თქვი, უგაგიჟდნენ, ხო? სხვადასხვა აი მაგ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით მე პირადად ქონია არაერთი საუბარი, არაერთი მეგობრული კამათი შინაურებთან, ვინაიდან პირველად როცა მე ეს გავიგე, ალბათ 2013 წლის დასაწყისი იყო. თუ არ ვთქვი იყო 8 თებერვლის პოგრომი მოაწყეს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, ყველაფერი იყო აშკარა, მაშინ მიყვანილი იყო საგანგებო დაგეშილი ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ზალადობდნენ პოლიტიკოსებზე, მაშინდელ ოპოზიციაზე და დღევანდელ ოპოზიციაზე და ყოფილ ხელისუფლებაზე, კამერების წინ ზალადობდნენ პოლიციაზე, მაშინ რიგითი პოლიციელები ჯერ ასე სათითაოდ არ ყავდა ჩერჩეული, როგორც დღეს ყავდა და მაშინ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი იყო ნორმალური პოლიციელი ამ ქვეყანაში, ალბათ ჯერ კიდევ უმრავლესობა. და ეს ადამიანები არა თუ არ დაისაჯენ, არამედ 100 ლარით გამოუშვეს, რომელიც ალბათ ის 100 ლარიც არ გადაუხდიათ, სიმბოლური 100 ლარით გამოუშვეს მაშინ სიმბოლურად დაკავებულები. ადგილზე იყო ღარიბაშვილი, ადგილზე იყო ნანა კაკაბაძე და ეს ყველაფერი იმდენად აშკარა იყო, რაც ხდებოდა, ვინც იყო ამის უკან, რომ ამაზე საუბარი ეხლა ამის მოტივებზე საუბარი ედგვარდ უხერხულის კი იყო და მახსოვს მაშინდელიდან საუბარი, რომ ესენი სუგაგიჟდნენ, კაცო, რა უნდა დემოკრატიულად მოიგეს არჩევნები, მოვიდნენ ხელისუფლებაში, პირველად ჩვენ ისტორიაში წინა ხელისუფლებამ არა მხოლოდ დათმო არჩევნები დემოკრატიულად, არამედ ორგანიზებულად გადააბარა. ეს არ ყოფილა შემთხვევა, როცა ვიღაცები გაიქცნენ, როგორც შევარდნაძის დროს მოხდა, ხო? ვარდების რევოლუციის დროს, ან ღმერთმა დაგვიფაროს და რაც 91-12 წლებში მოხდა, ის კობახიძის მამას კარგად ეხსომება და არა მხოლოდ ხაინდრავებს და სხვებს. არამედ ეს იყო შემთხვევა, როდესაც ხელისუფლება ორგანიზებულად გადააბარეს, ხო, მოიყვანეს ვიღაც
აი რახან თქვი რომ ეს ხო ვიღაც ტიპები მოიყვანეს, აი მართლა ზოგი ქუჩიდან მოიყვანეს, ზოგს ალბათ აი კოსტუმი არასდროს არც მეა, კომპიუტერი არასდროს არ უნახავს და უთხრეს რომ აი ეს არის ელექტრონული გადახდის სისტემა, ეს არის ელექტრონული დეკლარირების სისტემა, ეს არის საჯარო რეესტრი და აი ხლა ეს გამოიყენეთ ქვეყნის აღშენებლობისთვის და უცებ ესენი მოვიდნენ და მოაწყეს 8 თებერვალი, მოაწყეს 17 მაისი და უარესობა იყო. მათ შორის 2013 წელსვე შევახსენოთ მაყურებელს რომ რა მოხდა ერთ-ერთი პირველი ივანიშვილი მოვიდა და ვერ მიხვდა როგორ შეიძლება რომ მე მოვიგო პარლამენტი და არ მქონდეს ყველა თვითმმართველობა და ყველა თვითმმართველობა 2013 წელს ხელში ჩაიგდო ძალადობრივად. მოსყიდვით, ძალადობით, ზოგან ჩვეულებრივად დაგეშილი ხალხის ბრბო მიუქსია და მართლა პირდაპირ ქვებით, ლაყე კვერცხებით, შტირებით ხელში ჩაიგდო ყველა მუნიციპალიტეტის მმართველობა. და ამ დროს ბევრი ამბობდა რომ ესენი სულ გაგიჟდნენ მე მგონი და ხა ჩემი პირადი პოზიცია იყო რომ კი არ გაგიჟდნენ ამ საქმეზე მოვიდა ივანიშვილი. აი საზა მან დავარ უყურე ეს ხო მესმის რასაც ამბობდა ეს ავსრულებ აი რა მინდა იცი თქვა უბრალოდ რომ აი გაგიჟდნენ გულისხმობს და აი რა მინდა კიდევ თქვა რომ აი რეგიონში ასეთი ამბები ხდება ყველა მეტნაკლებად გონივრულად იქცევა საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე და მათ შორის ავტოკრატები ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, ავტოკრატები. არავინ არ საუბრობს, რომ ალიევი არის ავტოკრატი, მაგრამ ალიევი იქცევა როგორც აზერბაიჯანელი ავტოკრატი და ჩვენ გვყავს რუსი ავტოკრატი, ანუ შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც Facebook სტატუსების გამო იჭერს ვიღაცას, მაგრამ თეორიულად ვიძახი, ხო? მაგრამ ეს ადამიანი არის ვიღაც გიჟი ქართველი, რომელსაც აფხაზეთის დაბრუნება უნდა, სამაჩაბლოს დაბრუნება უნდა, საქართველოს ძლიერება უნდა, ცდილობს რომ ანაკლიის პორტი აშენდეს, რაც შეიძლება სწრაფად ნატოში მიგვონდა. ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელიც ყოველგვარ ქართულს ძირს უთხრის, განათლება იქნება, ეკონომიკა იქნება, კავშირები იქნება. და კიდევ ზაზა, გეთანხმები აბსოლუტურად და იმაშიც გეთანხმები რომ ერთის მხრივ შეიძლება ვინმე მიიჩნიოს რომ გაგიჟდნენ, ან გაგიჟდა მაგრამ მეორე მხრივ და მართალი ხარ შენ შეიძლება მიიჩნიოს რომ სულაც არ გაგიჟდა. უბრალოდ 2012 წლიდან ეს ყველაფერი მეთოდურად ასე უნდა მომხდარიყო და 26 წლამდე უნდა ჩამოვსულიყავით. მე ვიღაცა 2013-ში მიხვდა, ვიღაცა 14-ში, ვიღაცა დღემდე ვერ მიხვდა. მაგრამ აღმოჩნდა რომ ან შეიძლება სიმბიოზია ერთგვარი რომ ერთის მხრივ ხეებს ეხუტება ესე ვიტყვი და მეორეს მხრივ აბსოლუტურად შეგნებულად მიზანმიმართულად ნაბიჯ ახდენს დეინსტიტუციონალიზაციას ისეთი ბილი ნათქვამია ინსტიტუტი რაღაცა გაქვს თუ არა გაქვს დესახელმწიფოებრიობას ანგრევს აკეთებს ნანაკაკაბაზე ახსენე შენ როგორ გაბედავდა წარმოიდგინე როგორ გაბედავდა ხსენებული ნანა კაკაბაძე რომელიც მე პირადად მახსოვს 80-იანი წლების მიწურულიდან ხმას იმისა სასამართლოზე რომ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა იყოს სწორი ნაბიჯი ანუ ეს იცი აი ისევ ჟარგონს ვიხმარ რა არასწორი პონტიც იყო არასწორი იყო ამის სირცხვილი იყო ამის თქმა შეიძლება ეგრე ფიქრობ შეიძლება კი არა ფიქრობდა ეგრე მაგრამ ამგვარი ტიპები იყვნენ მარგინალიზირებულები უმრავლეს შემთხვევაში ხა გოგა ხაინდრავა სახელმწიფო მინისტრიც იყო ჩვენ დაჭირათ ესე გეტყვი და ესეც ობიექტური სიტუაცია 100%-ით ხო არა მხოლოდ გოგა ხაინდრავა იყო არა მხოლოდ გოგა ხაინდრავა ხო ზოგიერთი დღევანდელი პატიმარიც ეგრა მაგის პასუხება რა ან გვიდა ეხლა მაგ თემაზე მაგ კუთხით ლაპარაკი ეს მოხდა მიზანმიმართულად მაგრამ უყურეთ შენ ასე სამახვინე ყურადღებას მათ შორის ავტორიტარები ამბობ შენ არიან მეტნაკლებად ალიევი არის აზერბაიჯანის ავტორიტარი მაგრამ აზერბაიჯანის პატრიოტი ლუკაშენკაზე უარესის წარმოდგენა შეგიძლია კაცო ლუკაშენკა ხო თხემით ტერფამდე რუსი იყო ბელარუსელი რუსი მაგრამ ტრამპი რო უკავშირდება და ეუბნება რომ იცი რა არის არ ვიცი რა ენაზე ტრამპი ინგლისურად და ლუკაშენკა არ ვიცი რაღაც ენაზე ხო რუსულად და შუაში თარჯიმანი ეუბნება რომ გაანთავისუფლე 1000 პატიმარი ლუკაშენკას ხო არ მისტირიც არ ზაზა და არ ცირაკელი მაგრამ ის ეუბნება რომ ოკეი გავანთავისუფლებ პატიმარს ხვალ რომ ტრამპმა დაურეკოს კობახიძეს თუ უშუალოდ ივანიშვილს მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ ეს ამ პონტშიც არა ადეკვატური ამ პონტშიც გაგიჟდა ეტყვის რომ იცი რა მე სუვერენული სახელმწიფო ვარ და რა არჩეული ვარ და რასაც მინდა იმას გავაკეთებ ხო აი ესეც აი ლუკაშენკასაც კარდახობს პუტინი რაღაცეებს მაგრამ ლუკაშენკა იოტისოდენ 1%-ით არა 0.2% ადეკვატურია ეს ამ პონტშიც არ არის ადეკვატური ამის თქმა მინდა ხო ხტები აი ლუკაშენკას დონეზეც კი მან კიდე ერთი დეტალი ანუ ორმაგად არ გაგვიმართლა იმიტომ რომ ჩვენ თქვით რომ ყავს ავტორიტარი და ამასთანავე ეს ავტორიტარი არ არის ეროვნული მოვლენა რომ
უცხო სახელმწიფოს ემსახურება. მეორე პრობლემა და შეიძლება უფრო დიდი პრობლემა არის ის, რომ აი ხა რახან ლუკაშენკო ახსენე. ლუკაშენკო არის ტიპი. ტიპია კი. ცუდი ტიპია, მაგრამ ტიპია რა, ეს არის ადამიანი, რომელიც დიქტატორი, რომელიც 32 თუ სწორად მახსოვს 94 წლიდან არის მგონი ბელარუსის ხელმძღვანელი და კაცია რა, ცუდი კაცია, მაგრამ ეს არის კაცი, რომელიც თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. ხო, მუჟიკია, ხო. გულისხმობ იმას, რომ ის არის ძალაუფლების ცენტრი. ჩვენ დღეს ყავს ხელისუფლება და მე მჯერა რომ ეს ხელისუფლება უკვე დიდი ხანია ყავს, ანუ 12 წლიდან ესენი ყავს, რომლებიც თვითონ არ იღებენ საკვანძო გადაწყვეტილებებს. მე საუბარი არ მაქვს რაღაც მიკრომენები ვირას მოიპარავს, ანუ კორუფცია არ არის ამათვის საკვანძო თემა. კორუფცია არის შიდა ღრღნის და შიდა დაპირისპირების ჩვენთვის უმნიშვნელო თემა. ისევე როგორც ახლა ერთმა ბოლშევიკმა რომ მეორე გაასაღა 20-იან 30-იან წლებში წინა საუკუნის, ამით ქართველ პატრიოტებზე მადლი არ გადასულა. ჩვენ ამით ქვეყანა არ დაგვიბრუნებია. შესაბამისად ახლა კობახიძე თუ ღარიბაშვილს დაიჭერს და მისი სახლიდან ოქროზოდებს ამოიღებს, ეს უბრალოდ ვალიდაცია იმისა, რაც ჩვენ ისედაც ვიცით, მაგრამ სამწუხაროდ ამით ჩვენ არ ძლიერდებით. საუბარია იმაზე, რომ ეს ადამიანები საკვანძო თემებზე გადაწყვეტილებებს თვითონ არ იღებენ. ანუ ამაშია რუსული პოლიტიკის ცინიზმი, რომ სწორედ ამ ადამიანებს ალაპარაკებენ სუვერენიტეტზე, რაღაც დამოუკიდებელ სახელმწიფოზე, ავტონომიურ ნებაზე, სინამდვილეში, რა ვიცი, ვინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არაშენებულიყო ანაკლია. ხო, რა თქმა უნდა. ამით დაინტერესებული არის სოფლიოში ერთი სახელმწიფო და ეს არის რუსეთი. მეცაც გეტყვი ზაზა. აი ერთი ხანობა რაღაი ანაკლია ახსენე. ერთი ხანობა ხო თქვენს რო ანაკლია არაშენდება 2019-ში. მე აი რაღაც 2-3 წლის ღარიბაშვილის მეორე პრემიერობის დროს ხო თქვენს რო ანაკლია აშენდება. რუსული სიტყვა წამომცდენოდა. ისიც კი რომ ანაკლია აშენდება ოღონდ ბჭყალებში, ესეც კი რუსეთის და ანაკლია აშენდება კარდახობს მოსკოვი ოღონდ ჩემი ნებართვით აშენდება, ჩემთვის იქნება ის ანაკლია. ეს შუადერეფანი, შენ არ გჭირდება, შენ იქნები ჩემი მოსამსა. ამიტომაც მისცეს ჩინელებს, მე წაართვე ჩინელებს. რაღაცა თამაშობაში წავართ ამათ ხელში თუ ამათ პირობებში თუ ამათ რა ვიცი რა ამათ ხელში. მან კიდე ძალიან მნიშვნელოვანი არის დროის საკითხი. ხალხო 14 წელი არის უზარმაზარი დრო. 14 წელიწადში გაიზარდა მთელი თაობა. 14 წელიწადში ზოგ ქვეყანაში ქალაქები აშენდა. ანუ სხვა ეპოქაში გადავიდნენ, განვითარდნენ, ზოგმა მიკროჩიპების წარმოება დაიწყო, ზოგმა რა შექმნა და ასე შემდეგ. ხო და ესენი 14 წელია გვეუბნებიან, რომ ანაკლია აშენდებაო. და ამ 14 წლის განმავლობაში აშენდება კი არა, აშენებული უნდა ყოფილიყო. 14 წლის განმავლობაში ვერ ააშენეს ქვეყნის თავარი მაგისტრალი, რომელიც თბილისიდან ან წითელი ხიდიდან დააკავშირებს საქართველოს ამ საზღვარს დაუშვათ ფოთთან და ბათუმთან. თუმცა იქ დაუბრუნდები ვერ ააშენეს კი არა, არ ააშენეს, იმიტომ რომ არ აქვს ამისი ინტერესი, ხო? შეიძლება ხა 3-ჯერ და 4-ჯერ ჩაშალო ტენდერი, აითვისო თავიდან, მერე შეაკეთო თავიდან. იგივე ანაკლია ვახსენეთ და 3-ჯერ ჩაიშალა ზუგდიდი ანაკლიის მოკლე გზის არ მახსოვს ზუსტად 27 კილომეტრია თუ არ არის დიდი თუ ნაკლები მგონი. თუ 24 კილომეტრი აი ამ გზის შენებლობის ტენდერი. რატო ჩაიშალა? წარმოვიდგინეთ, ხა ინფრასტრუქტურული ტენდერი არის ის, სადაც ყველაზე დიდი მაყუთი ტყდება. მართლა ეგრეა, ხო ვიცით, ხედავთ, მათივე დაპატიმრებულებზე ვხედავთ, თუ რასთან გვაქვს საქმე. ჩვენ რო არ დავიწყოთ კიდე რაღაცეებზე სპეკულაცია. თუმცა ეს სპეკულაცია არ არის, შეუძლია საერთაშორისო გამჭვირვალობა და მილიონი სხვა ანგარიში წავიკითხოთ, სადაც პირდაპირ და დეტალურად არის გაწერილი რა კლეპტოკრატიასთან, რა მასშტაბებთან გვაქვს საქმე. აი საქართველოს ისტორიის მთელი კორუფციის ისტორია რო შეაჯამო. აი როდიდან დავიწყოთ? ჟავანაძის ეპოქიდან რო დავიწყოთ 2012 წლამდე და აი ეგ შევაჯამოთ და გავამრავლოთ ორზე, ბევრად უფრო დიდია ის, რასაც ხედავთ ჩვენ 2012 წლიდან. აი ისეთი ადამიანები არიან, ეხლა ამასწინათ წავიკითხე იმ ადამიანების სია, ვინც შარშან, იმ საჯარო მოსამსახურეების სია, ვინც შარშან წლის განმავლობაში მიიღო დაახლოებით $1,000,000 საჩუქარი. აი დავფიქრდეთ უბრალოდ რამხელა ცინიზმია, რა $1,000,000 საჩუქარი. ეს ხო რაღაც წარმოუდგენელი რაღაცაა და აი ჩვეულებრივად დეკლარირებენ, რომ აი წელს მივიღეთ $950,000 საჩუქარი და ამ ადამიანების უმეტესობის სახელები და გვარები არ ვიცი მე. ალბათ არჩენ არიცი და ორივენი ვართ აქტიური მოქალაქეები, ამ თემაში მეტნაკლებად ჩახედულები, მაგრამ ისეთი ხალხი არის ამ დონის კორუფციაში, ვინც მხოლოდ იმიტომ შეიძლება გაექცეს პასუხისგებლობას, რომ საერთოდ არც ვიცით ვინ არიან. აი რაღაც რიგითი ჭანჭიკის შემსრულებლები არიან, რომლებიც ძალიან დაბალ დონეზე უზრუნველყოფენ რუსული ინტერესების გატარებას. ხო და შესაბამისად ეხლა ამათან
საუბარი იმაზე, რომ რაღაცა ვერ გააკეთეს, რაღაცაში უნარევები ან უნიათოები არიან, ჩემი აზრით ჩვენ გვაზიანებს, იმიტომ რომ ამ შეფასებას მოსდევს ჩვენივე თვითკმაყოფილება. უნარევები კი არ არიან. სხვა რამე უნდა და იმ სხვა რამეს აკეთებენ ოქროთ, 5-იანზე, 10-იანზე აკეთებენ იმას. კი, არსებობს. შესაბამისად ვისმენთ, როდესაც კვირაში ერთხელ აქებს ხან მარია ზაქაროვა, ხან პესკოვი, ხან ლავროვი, ხან მარგარიტა სიმონიანი, ხან სალავიევი, ანუ მტერი აქებს ამათ ყოველკვირეულად. ხო, აქებს. ხო, აი ამ ხას თუ გავყვებით, მე აი ყველანი ხომ ვსჯელობთ ჩვენივე სამზარეულოებში ან რაღაც ჩატებში ან კიდევ უფრო ფართო სამეგობროში, რაღაც პროფესიულ წრეებში და ასე შემდეგ. ჩემი და ნუ შენ სიცნობი ხარ დავასახელებ. ერთი ახლობელი კაცი ამბობს, საჯარო პირია. ცნობილი პირია, რომ აბსოლუტურად შეგნებულად გაწერილი გეგმის მიხედვით 2012-ში, 13-ში, 14-ში, 15-ში რა უნდა გაეკეთებინა, მოვიდა ბიზინა ივანიშვილი. რომლის თავარი ამოცანაც არის საქართველოს დესაქართველოიზაცია. ეხლა შეიძლება 6 თვით რაღაცა დააგვიანა და რაღაცამ შეუშალა ხელი. მიტინგმა, პროტესტმა, რაღაცა ვიღაცის წინააღმდეგობამ, მაგრამ ის მაინც მიუყვებოდა და მიუყვება დესაქართლად. უნდა რომ დაანგრიოს ყველაფერი. ეს ერთი თემა. ეხლა ბოდიში ერთ ადამიანს გიხსენებ. ახალგაზრდა თაობისთვის შესაძლოა ეს ადამიანი ვისაც ახლა ვახსენებ, თლად ნაცნობი არ იყოს, თუმცა მცოდნეებისთვის რატომაც არა. მე რომ თლად ბავშვი ვიყავი, აი 12 წლის, 15 წლის. ეხლა ჩავხედე პარალელურად ამ ტელეფონში. რომელ წლებში იყო ეს კაცი ლიდერი და ახლაც ლიდერია ერთი ქვეყნისა. 85-დან 90 წლამდე ეს კაცი იყო ნიკარაგუის პრეზიდენტი. და ამ კაცს ქვია დანიელ ორტეგა. მე 90-ში, აი არ ვიცოდი სიმართლე გითხრა, შეუსვენია 17 წლით 90-დან და 2007 წლიდან 10 იანვრიდან უწყვეტად არის ხელისუფლებაში. ნიკარაგუის დედაქალაქი საინტერესო სახელი აქვს, ტოპონიმიკა მანაგუა. ხო, მანაგუა. ხო, ეს კაცი, ეხლა რა სულ არ გამახსენდებოდა, ხა ორტეგა რატო უნდა გაგახსენდეს, მაგრამ გუშინ იყო თუ გუშინ წი შესაძლოა დღეს წავიკითხე რომ ორტეგამ გამოაცხადა რომ რაც გინდათ ისკედითო. ნიკარაგუაში არჩევნები არ იქნება. ეს იმიტომ რომ თეორიულის ჯერ ხო ოპოზიცია განადგურებული ხავს, მაგრამ თეორიულადო ვინმე რო არ მოვიდეს ხელისუფლებაში, საერთოდ ოფიციალურად ვაუქმებ არჩევნებს. ეხლა ივანიშვილი რუსეთიდან მიიღებს ამ შეკვეთას თუ არ მიიღებს არ ვიცი, მაგრამ ალბათ ასე ვერ გაბედავს კოსმოშაბეტამზე თორე მე, მაგრამ რასაც ჩადის, ამასაც პრაქტიკულად ქვია გზა დანიელ ორტეგას, იმიტომ რომ არჩევნებს როგორცაც არჩევნები რა არის, ჩემსა და შენ შორის კონკურენცია რომ გავიმარჯვოთ, მე უკეთესი პროგრამაც შეიძლება რაც ის თქვა, ხედვა მაქვს, მე ესე ვუყურებ ამ საკითხს და ამომრჩეველი, ხო გვენდობა ან არ გვენდობა, ხო? ამას აზრი არა აქვს, იმიტომ შენ თუ ციხეში ხარ, ხა მე გამჩნდება მაქვს, მე არჩევნებში გავალ, ისედაც გამარჯვებული ვარ და ასედაც გამარჯვებული ვარ, ხო? აი მითხარი, შენი აზრი ამასობაში, როდესაც გადაიდო მართალია სექტემბრამდე რაღაც სასამართლო პროცესები ოპოზიციისგან, ნუ გავიგეთ, ხო? ეგრეთ წოდებული კანონიერი გზით. აი რა გზითაც მოვიდა თავად ივანიშვილი ხელისუფლება, შენ ახსენე ამ 10 წუთის წინ. ამ ქვეყნას განვითარება უწერია, მე ხარ მოგიწოდებ რომ რაღაც რევოლუციური ისინი სლოგანები ისროლო ეხლა აკიბაში მაყურებლისათვის, მაგრამ ბიჭო ვერ ხედავ პერსპექტივას ხდები. აი ეს ყველაზე უფრო აი მიტეხავს რა, ვერ ხედავ პატარა ღიობსაც კი რომ აი არჩევნებით გავი. მე არჩევნების მომხრე კაცი ხარ, აი მე რო აკადემია მიყვარე. მე ხوارა ვარ რაღაც ბარიკადებზე მდგომი, რაღაც რევოლუციონერი, რომელიც ხო 2003 წლის შემდეგ რევოლუციურ ცდელობაშიც კი არ მიმიღია, მაგრამ მეც კი ვაფიქრებინებენ რომ ბიჭო რა აზრი აქვს თუ ერთი დომინანტური ჯგუფი მეორეს არა მარტო ჩაგრავს, არამედ სპობს თავიდან ბოლომდე. ზანე ბოდის ვიხდი. ხო, ორტეგას რაც შეეხება, მაინც გონია რომ ის ძალიან სპეციფიური ლათინოამერიკული გზა არის, თან ის კაცი პირდაპირ ჯიბგირი იყო, ხო, გვახსოვს იგივე იმ
80-იან წლებში რა ტიპის ხელისუფალი იყო და სანდინისტა ერქვა, ხო მაგათ მაგის მოძრაობას საბჭოთა კავშირთან დაახლოებული სისხლისმენი ყაჩაღი იყო და შესაბამისად იმას საკმაოდ სპეციფიური ბექგრაუნდი აქვს და შესაბამისად ეხლა რა ვიცი მაგაზე ეგ ალბათ იმდენად ანალოგია არ არის, თუმცა გეთანხმები იმაში, რომ ფაქტობრივი შედეგი აქაც იქ არის, იგივეა. თუმცა რაც განასხვავებს აი ლათინოამერიკულ მოდელს რუსული მოდელისგან არის რუსული მოდელის ცინიზმი. პირველი რასაც თვითონ აკეთებენ იმას აბრალებენ სხვას. მეორე აკეთებენ იმას რაც არის ტოტალური აბსურდი. და შესაბამისად გეუბნებიან რომ არა რამე თუ არ გინდა აი რა ვიცი არ მოგწონს წადი სასამართლოში ოღონდ სასამართლო არ არსებობს ან რა ვიცი კანონია და კანონი ხომ უნდა შეასრულო ოღონდ ეს კანონი დაიწერა იმისთვის რომ მოერგოს რაღაც 5 კაცს ან 10 კაცს ან ერთ ოჯახს ან გეუბნებიან რომ შედი არჩევნებში თუ არ მოგწონს ხელისუფლება ოღონდ ამას გეუბნებიან მაშინ როდესაც ანადგურებენ თავისუფალ მედიას იჭერენ ოპოზიციას შეუძლებელს ხდიან ჩვენი ემიგრაციისთვის მილიონი ადამიანისთვის ხმის მიცემას პრაქტიკულად ხო აი კანონს იღებენ ისეც რომელიც პრაქტიკულად ამას შეუძლებელს ხდის დაშინება შავი სამყარო ადმინისტრაციული რესურსი რაც ეხლა კიდევ მადლობა ღმერთს და კიდე რამდენიმე ადამიანს რაზეც მეც ვსაუბრობდი დიდი ხანია რომ გაყალბებული სიები ანუ არსებობს სიები რომლებიც რაღაც ტიპის ცვლილებას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის ხო იგივე არჩევნების მერე აი ბოლო არჩევნების მერე 24-ზე მაქვს საუბარი აი ეს გრაფა ცენტრალური საარჩევნო კომისიის საიტზე რომელიც შესაძლებელს ხდიდა რომ გადაგემოწმებინა საკუთარი თავი 9 თუ 10 თვე იყო დაკიდებული ანუ გათიშული იყო ანუ ეს არის რაღაცნაირი უნაკლო დანაშაული, როდესაც რაღაცას ჩადიხარ და მე ელექტრონულ კვალს აკრობ. საიდუმლო არ არის ის, რომ ჩვენ გარშემო იყო 10-ობით და 100-ობით ადამიანი, პრაქტიკულად თითქმის ყოველი მეორე ან მესამე, რომელიც შედიოდა საკუთარ მისამართზე და აღმოაჩენდა, რომ 2, 3, 5 ადამიანი სრულად უცხო ყავდა რეგისტრირებული საკუთარ მისამართზე. თუ აღმოაჩენდი მათი ამოშლა რეგისტრაციიდან იყო პრაქტიკულად შეუძლებელი. ან ჭირდებოდა იმდენი დრო და იმხელა რესურსი და ცოდნა, რომ ამას ვერ ახერხებდი და მე სატესტოდ გავაკეთე ეს. ჩემმა ძმამ გააკეთა სატესტოდ, რომელიც მაღალი რანგის იურისტია. ერთ ხაზზე ყავდა საჯარო რეესტრის, სამოქალაქო რეესტრის ცხელი ხაზი და მეორე ხაზზე ყავდა ცესკოს ცხელი ხაზი, რომელიც ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ეუბნებოდა. ერთი ეუბნებოდა, რომ კი ბატონო, შეცდომაა და გავასწორებთო თქვენ მისამართზეო და მეორე ეუბნებოდა, რომ ეს შეცდომა არც არასდროს არ ყოფილაო. ეს არის იმხელა რანგის მოდი ვთქვათ, რომ ეჭვი ამ ეტაპზე, ხო? მაგრამ სხვანაირად რაღაცეები არ იხსნება. შესაბამისად, აბსოლუტურად გეთანხმები, რომ ამ ვითარებაში ალბათობა იმისა, რომ ჩვენთან თუნდაც უნგრული მოდელით ჩატარდება არჩევნები, არის 0. უნგრეთში ადამიანმა თავისუფალი საარჩევნო კამპანია ჩაატარა. მას ჰქონდა ამისი საშუალება. არავინ მოუკლავთ, არავინ დაუჭერიათ, ციხეში არავინ არ გაუშვიათ. მიუხედავად იმისა, რომ ცხადი არ მისტირი და სულაც არ აქებ ორბანის ხელისუფლებას შენ ან მე, ხო ამის მიუხედავად იქ მაინც დაბალი სტანდარტის, მაგრამ მაინც ევროპული არჩევნები იყო. სადაც მათიას მიეცას შესაძლებლობა, რომ კონკურენციაში შესულიყო და დაემარცხებინა, რომ წარმოუდგენლად დიდი უპირატესობით დაამარცხა, მაგრამ მაინც ხო კი ბატონო, ხო ახლა ჩვენთან რა შეიძლება მოხდეს? ანუ მე ხშირად მithქვამს, რომ ეს აღარ არის უბრალოდ დემოკრატიული ძალები, არადემოკრატიული ძალების წინააღმდეგ. ეს არის საქართველოს დამპყრობლის წინააღმდეგ. და საქართველოს დამპყრობლის წინააღმდეგ ბოლო არჩევნები იყო 1990 წელს. ცხადია, მაშინაც იყო და მე და შენ გვეხსოვნება ეს დებატი, უნდა შევიდეთ თუ არა არჩევნებში, როგორ არჩევნებში, ეს ხო საბჭოთა ხელისუფლების დანიშნულება და ასე შემდეგ, მაგრამ თავარი და განსაზღვრელი იყო ის, რომ ის არჩევნები ჩატარდა საბჭოთა კავშირის პრაქტიკულად გაწვედანების ფონზე, როდესაც საბჭოთა კავშირი შიგნიდან დაიშალა, გამოიღრნა, გამოიფიტა, მას აღარ ჰქონდა საშუალება და უნარი, რომ თავისი აგენტურა ემუშავებინა ის ძალაუფლების წერტილები წამოეწია წინა პლანზე, რომლის მეშვეობითაც სამწუხაროდ მე ძალიან დიდი ზიანი მოგვაყენა 90-იან წლებში და შემდგომაც. მაგრამ მაშინ ფონი იყო უკვე ისეთი, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო, რომ საბჭოთა კავშირმა ვერ შეძლო რაღაცა წინააღმდეგ. აი, მან დავარ ზაზა, ეხლა რა შემდეგი კითხვაც მომწიფდა ავტომატურად, ხო? 90 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებს იხსენებ რა და მე გეთანხმები მოყვები ლოგიკაში. იქ ის იყო უკვე ცვედანი. როგორც შენ ამბობ, ხო, კასტრირებული, რაღაცა დამარცხებული უკვე პრაქტიკულად საბჭოთა კავშირი და გვალმა მაგიდან მოიგო 28 ოქტომბრის არჩევნები.
მე ხარ ვიცი აქ არჩევნები გზით მივდივარ თუ არ მივდივარ, ადროდან მივდის მივდივარ თუ მივდივარ საერთოდ, ხო 28-ში, 27-ში დანიშნარი არ ვიცი. მაგრამ სვედანი ხდება თუ არა საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე ქვეყანა და გადავედი უკრაინის თემაზე. იმიტომ რომ მე რო ვუყურებ დილით რითი არ ვიცი შენ როგორ ვარ, მე როგორ ვიღვიძებ. მე როცა ვიღვიძებ და გავოფხიზდი და რაღაცას ჩავხედე, პირველი ხდება რა ქვია იმას ვალდბერისი თუ ვილდბერისი ხო? ჰა? ვალდბერისი ხო აფეთქდა, სადღაც მოსკოვში აფეთქდა. რაღაც 15000 კაცი დარჩა უმუშევარი, სადღაც 17000. რაღაც ეს ერთი ამბავია. მეორეა ეს ეგრეთ წოდებული NPZ დამთვალ გადამამუშავებელი ქარხნები. უკრაინა, რომელიც ერთი წლის წინ მე ვამტკიცებდი რომ გაიმარჯვებს. შენც ამტკიცებდი, მაგრამ აი სადღაც გულის სიღრმეში ჩვენ გქონდა ეს ეჭვი რომ ბიჭო, ვება სახელმწიფოა ეს რუსეთი რა. და აი სოციალ ძალასაც ხო აკლავს. აი საზარბაზნე ხორცს და ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ ერთი წლის ბოლო თვეებში განსაკუთრებით, ხო? ამ უკრაინას დასავლეთის დახმარებით, მაგრამ დღეს ვკითხულობდი რომ მისი უკრაინის წარმოება ამერიკის შეერთებული შტატების წარმოებაზეც კი ბევრად მეტია დრონებს გულისხმობ, ხო? შექმნა ისეთი ტექნოლოგიები და ისეთი შესაძლებლობები, რომ იქით ეხვეწება ეს ხსენებული დასავლეთი და რუსეთს მიფრინდებიან ეს ჩიტები რაღაცა ჩამოაგდო ამ ჩიტებში მაყურებელმა ხო იცის რომ არავინ არ ზის, ხო? ანუ ჩიტია, პირდაპირ რკინის ჩიტია. რაღაც არწივზე ოდნავ დიდი შეიძლება, ან შეიძლება არწივის ხელა, რა ვიცი. ნუ არწივი პატარა კი არ არის, მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში ხო რაღაცა ხო F16-ზე ბევრად პატარა, ხო? რაღაცა და აი მითხარი, ეს არის აი გასაღები, ეს არის გამოსავალი უკრაინა უბიძგებს რუსეთს რომ მშვიდობაზე წამოვიდეს დაატოვებინებს მთლიანად უკრაინის ტერიტორიას და მისი გამარჯვება გადმოვრცელდება ჩვენზეც. ჩვენი მეომრები არიან იქ, რომლებიც ჩამოვლენ, რომლებიც თავის მნიშვნელოვან სიტყვას, ანა სამხედრო კუთხით, მაგრამ მნიშვნელოვან სიტყვას, სამოქალაქო სიტყვას იტყვიან. და აი ეხლა უკვე მერე უკვე გეოპოლიტიკა და საქართველოს არავინ არ ტოვებს აი ამ დედას საიმასკნებელ რუსეთთან და არც ამ ხელისუფლებას არ ტოვებს, არც ქართველი ხალხი და არც დასავლეთი. წელი კითხვა გამოვივიდა. ხო, მე მგონი რომ გასაღები მართლაც უკრაინაა, ჩვენ გვჯეროდა და გვჯერა რომ უკრაინა გაიმარჯვებს, ამაზე ბევრი კაცი იცინოდა და აგერ გუშინ თუ გუშინ წინ იყო ის ძალიან სახასიათო რეპორტაჟი, არ მახსოვს ახლა ვინ არის ერთ-ერთი ამბობენ ცოტნე ივანიშვილის მეგობარი არისო, თავის მოსკოველ ქართველ მეგობარს რო ელაპარაკება. მე მქონდა ვიდეო ბლოგი მაგალითად. ხო, რო არჯერა. არა ის ტიპი მოსკოვიდან გაცილებით ის ხო არ ფლატ ხა არ და მიემხრო მისკენ და ისიც ხო რაღაც სამარგინალო ტიპია, მაგრამ გაცილებით ნორმალურ რაღაცებს ეუბნება. მაგალითად ეუბნება რომ პუტინი უნდა წავიდეს და ეს ვაკაცი ცოტნე ივანიშვილისა ეუბნება რომ პუტინი როგორ უნდა წავიდეს. ანუ იმდენად შეშინებული ეს უფრო იცავს, აი თბილისში მყოფია აქ საბურთალოზე უხეშად, ხო? ვიდრე ის მოსკოველი ქართველი. ვიზე და რაზი არიან მიმული ჭიპლარი. ძალიან კარგად იციან და ამიტომ უნდათ რომ პუტინი არ წავიდეს და ამიტომ უნდა რომ პუტინმა გაიმარჯვოს და ხა მათი თავარი პროპაგანდისტი შალვა რამიშვილი ხა თვითონ ამბობს. ჩვენ ხო არ მოგვიგონია ამბობს რომ დიახ ჩვენ ვართ რუსები. დიახ ჩვენ გვინდა რომ რუსეთმა მოიგოს, ამას ამბობს თვითონ, ხო? შესაბამისად ხა რაზე ვლაპარაკობთ? ანუ საქართველოს ბოლო 200 რაღაცა წლის განმავლობაში ყავს ერთი მტერი. კი, სხვებთანაც ქონია გაუგებრობებიც, ომებიც, ხანმოკლე, მაგრამ მაინც ძალიან მტკივნეული, მაგრამ გლობალური თვალსაზრისით, ეგზისტენციური თვალსაზრისით ერთი მტერი ყავს, რომელიც ერჩოდა ჩვენ ეროვნულობას, ჩვენს ენას, ჩვენს სარწმუნოებას, ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ სიცოცხლეს, ანუ ასობით ათასი, ალბათ მილიონობით ხარ, ასობით ათასი მარტო მეორე მსოფლიო ომში, ანუ საკუთარ სამამულო ომში გამოიყვანა საზარბაზნო ხორცად. შესაბამისად, ერთი მტერი ყავს და ის მტერი რომ ყოველდღიურად გაქებს და შენ რო იძახი რომ ამისკენ ვარ მე, რაზე ვსაუბრობ საერთოდ. მაგრამ როდესაც საუბარი არის უკრაინაზე, მოდი შევატრიალოთ სურათი, ვინაიდან ჩვენ არ ვიცით როგორი იქნება უკრაინის გამარჯვება. ანუ ზუსტად რა ფორმას შეიძენს, ეს არ არის აუცილებელი რომ იყოს მაგალითად ისეთი კარწინკა ბჭყალებში, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს ვნახეთ, რომ აი საბჭოთა ტანკები რომ ბერლინში შედიან ან ინგლისური და ამერიკული ჯარი რომ გადმოდის ლა-მანშს და რომ გადმოდის კონტინენტურ ევროპაში. ეს სულ სხვა ტიპის ჩამოშლა იქნება. ამაზე შარშან ლაპარაკობდა მათი ის რო ყავთ ეს ლოთი კლოუნი მედვედევი და წელს უკვე არაერთხელ გაიმეორა თვით პუტინმა, რომ თუ ჩვენ ამ ომს არ მოვიგებთ, რუსეთი დაიშლება.
მათ ძალიან კარგად იციან რომ აი ეს ომი ეს ამ მდგომარეობაში თვითონ ჩაიყენეს თავისთავად ეს არის რუსის ბუნება ეს არის მათი სიღორე გეოპოლიტიკური თვალსაზრისით რომ აი ქვეყანა რომელსაც 11 დროის სარტყელი აქვს ეპოტინება კურილის კუნძულებს ეპოტინება დონბასს და ეპოტინება ისეთ რაღაცებს რომლის გარეშეც პრინციპში შეუძლია იყოს კარგად ბედნიერად იყოს ძალიან დიდარი და რასთავარი იყოს ყველა მეზობელთან კარგ ურთიერთობებში. ხა მე გავიხსენებ ჩემ პირად ბოლო ურთიერთობას აი პოლიტიკურ თემაზე რუსებთან ეს იყო 2004-5 წელს. ომამდე ჯერ კიდე რამდენიმე წით ადრე და ნუ მაშინ უკვე ისინი ეს იყო აი რაღაც დასავლეთში ინგლისში და ამერიკაში განათლება მიღებული რუსები ვითომ კარგი რუსები ვითომ პროგრესული რუსები რომლებიც მაინც უწუწუნებდნენ რომ იცი რა აი თქვენ ნატოში გინდათ და რატო გინდათ და თქვენ ჩვენი მტრები ხარ და მე მეუბნებოდი კაცო გამანებე თავი როგორც ქართველს დამაბრუნე ცხინვალში დამიბრუნე ჩემი სახლი სოხუმში და აი უცბად მეორე დილას საქართველოში ნატოში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა შეიძლება განახევდეს, იმიტომ რომ შენგან თუ ვერ გძნობ საფრთხეს, როგორც რუსისგან, მაშინ არც ნატო შეიძლება უნდოდეს, ხო ქართულს, ანუ ის რატომაც ჩვენ გვინდა ნატოში არის რუსეთი. და რუსი კიდევ უბრალოდ თავის ბუნებას ვერ ცვლის. აი ხო გეუბნები, ყველაზე უფრო განათლებული, ვითომ ლიბერალი, ვითომ პროდასავლელი რუსიც კი ვერ ხარშავს იმას, რომ შენ შეიძლება გინდოდეს მისგან გათავისუფლება და ჩვენ რუსისგან აი რო გახსოვს ალბათ ომამდე ლავროვი სულ იმეორებდა, რომ ვეუბნებოდეთ, რომ რა გინდა ჩვენგან. ძალიან კარგად იცით რაც გვინდა. ანუ რუსს უნდა რომ ემონო და უბრალოდ რუსთან თანაცხოვრების ცივილიზებული გზა არ არსებობს. ახლა ლუკაშენკო ვახსენეთ და ლუკაშენკოც ცდილობს რომ ცალკე დაალაგოს. ტოკაევმა პრაქტიკულად ამოუყვეთა რუსებს ცენტრალური აზიიდან ფეხი. ყაზახეთის პრეზიდენტმა და ამას აკეთებს ჩინეთის ხელით და რუსეთი ვერაფერს ვერ პასუხობს. იმიტომ რომ ზაზა ჩვენ არ ვიცით ეხა შესაძლოა ბედაშენ ვიცით, მაგრამ იმ ტოყაევს განსაკუთრებით ჩრდილოეთ ყაზახეთში აქვს საკმაოდ სერიოზული პრობლემები უქმნის რუსეთს, ხო? არ ვიცით უკრაინაზე ვართ კონცენტრირებული აგრეთვე ახლო აღმოსავლეთზე ირანი, ორმუზის სრუტე და იქ მე ველაპარაკე ასე მაგალითად ყაზახებს, რომლებიც თბილისში არიან ჩამოსულები და არ იციო რამდენად ცდილობს რუსეთი მაგ რუსულენოვანი მოსახლეობის გამოყენებით მათზე დაყდობით, რომ იქაც კი აი პრობლემა რომ თითქოს არ არის მიითვისოს, მიერთოს ყაზახეთის ტერიტორიის ნაწილი და ესეთი პრობლემა აქვს ყველასთან, ვინც მისი უშუალო მეზობელია, ხო? ანუ დერჯავისტია ტიპი. და შენ თქმის არ იყოს ბრიტანეთში განათლება მიღებულები. არ გამარებოთ რა ვიღა. ერთს ბრიტანეთში განათლება. აი აქ რო ჩამოდიან და კარგები არიან, რაღაც ორი ყური აქვს, ერთი ცხვირი აქვს, არაფერს არ გიშავებენ თითქოს რაღაც, მაგრამ ადამიანი როდის იცნობა? ადამიანი იცნობა არა ორდინალურ ვითარებაში, არამედ არაორდინალურ ვითარებაში. აი, როდესაც უკვე ხეშად არ მინდა თქვა რომ მაინც და მაინც დასვა მიიქნება მეთქი და დათვრება, მაგრამ კრიტიკულ კითხვას როცა აძლევ, აი რუსულად არ ქართულად თარგმნოთ, ხო? უკრაინაში, რასაც ჩადის, შენი პრეზიდენტი ხურში მითხარით, ხო? არ მინდა საჯაროდ და რაღაც Facebook-ზე ყვირილი. არა, ხურში მითხარი, ეს დანაშაულია თუ არა? ვიზნაიτε და იწყება გაჭედვა. არა, ვიცი რა არის? დანაშაულია, მაგრამ უმრავლესობისა, იმიტომ რომ დერჟავიზმზეა. ეგენი კი არა, დოსტოევსკი იყო, ხო, დაფუძნებული, უზარმაზარი მასშტაბის წერალია, მაგრამ დერჟავისტი კაცი იყო და ამას რო ეთქვი ხა, მაყურებელს, გრიბოედოვი დასაფლავებული თბილისში ხა ცოტა გაბექცა სიტყვა, ხო, დერჟავისტი კაცი იყო, კაცო, როგორ მოკვდა და იმაზე აღარ ვილაპარაკოთ ეხლა, ხო? რა მისით იყო აქ? ქართველების მიმართ რა დამოკიდებულება ქონდა გია ჯოხაძემ დაწერა ეხლა გადასარევი წიგნი კიდე, ანუ რა ვიცი, რუს ინტელიგენციას, პოეტებს, აი ჩვენები რო ხვდებოდნენ და ფეხქვეშ ეგებოდნენ, ისინი მერე ჩვენს რეებს წერდნენ. ამის წაკითხვა ჩვენ არ გვინდა, რა დამოკიდებულება ქონდათ ქართველების მიმართ. აქ საუბარი იმაზე კი არ არის დოსტოევსკიზე და ჭუჩევზე და სხვებზე, არამედ იმ ხალხზე, რომელიც თბილისში ჩამოდიოდა, აი ცისპერყაწელები რო ხვდებოდნენ. სერგეი ესენინს, ესე კარაჩოლებრივი პოეტია რუსულ მასშტაბში, მაგრამ თუნდაც სერგეი ესენინს, ხო, რა დამოკიდებულება აღარ კიდევ უფრო სიღრმეებში აღარ ჩავალ, ეხლა სწორედ ცისფერყანწელებთან ურთიერთობის რაღაც დეტალები, ეხლა ყოველ შემთხვევაში გასახსენებელი, ჩემი მოსაზრებით არ არის ეს ეთერს პირმა განვიხილოთ თუ გინდა. კარგი. იმას რომ დაუბრუნდეთ, აი რუსეთის მარცხი როგორ წარმომიდგენია მე პირადად, რუსეთის მარცხი სინამდვილეში არის რუსეთის გაჯანსაღება. რუსეთის მარცხი იქნება მისი განთავისუფლება
აი ამ იმპერიული ცნობიერებისგან, აი ამ კიბოსგან, რომელიც მას აქცევს შავჭირად საკუთარი მოსახლეობისთვისაც და ყველა მეზობლისთვის. ეს პრინციპში ყველა იმპერიას გაუვლია სხვადასხვა გზით. ყველა ერთ თუ იმპერიას, რომელსაც რაღაც ეტაპზე ჰქონდა ეს ამბიცია, რომ მესიანისტური იდეა ჰქონდა და ასე შემდეგ, სხვადასხვა ფორმით შეგუებია იმას, რომ ეს ეტაპი მთავრდება. ზოგისთვის ეს ძალიან კატასტროფული ფორმით დგება და მაგალითების მოყვანა არ მინდა, ზოგი ამას უფრო ცივილიზებულად ეგუება, მაგალითად ინგლისი, რომელსაც მართლა ბრიტანეთის იმპერიაზე მზე არასდროს არ ეშვებაო იყო, ხო, ანუ უდიდესი იმპერია კაცობრიობის ისტორიაში, რომელიც ისე დაიშალა, რომ პრინციპში დღემდე ამ ქვეყნებს შორის არის ძალიან ჰარმონიული ურთიერთობა შენარჩუნებული. მე მახსოვს წლების წინ რომ ვიყავი პორტუგალიაში ჩასული, რომელსაც ასევე დიდი იმპერია ჰქონდა, არც თუ ისე დიდი ხნის წინ და უხსნიდი რუსეთის როლს ძალიან შორიდან მიწევდა დაწყება, იმიტომ რომ არ ესმოდათ, იმიტომ რომ ბუნებრივად ის რომ ხა ოდესღაც ეს იყო კოლონიზატორი და ვიღაცა იყო კოლონია, არ ნიშნავს რომ დღეს თუდი ურთიერთობა უნდა იყოს, იმიტომ რომ ამათ შორის მეტნაკლებად მაინც ცივილიზებულად მოხდა გაყრა და რუსია ამას ვერ ეგუება, დღემდე ვერ ეგუება და უკრაინაში ომი ემსახურება ზუსტად იმას, რომ აი გადაწყდეს მათ მენტალიტეტში, გადაწყდეს ეს იდეა, წელში გადაწყდეს ეს ბინძური, ეს არ არის უბრალოდ რუსული იმპერიული იდეა, ეს არის მოსკოვის იდეა. კი, მოსკოვის იდეა, კი. მოსკოვის იდეა, რომელიც არის ოქროს ურდოს, ანუ მონღოლური ურდოს შთამომავალი იდეა არის, მემკვიდრე იდეა არის და მას არაფერი არ აკავშირებს კიევის რუსეთთან. კიევის რუსეთთან თუ რამე კავშირდება ალბათ აი იმ ძველი რუსეთიდან, ალბათ რა ვიცი ნოვგოროდი მაგალითად, რომელშიც დემოკრატიული მმართველობა იყო, რომელიც ივანე მრისხანემ უბრალოდ მოსპო და როდესაც დღევანდელ რუსს ელაპარაკები, ან დღევანდელ რუსს უსმენ, ეხლა დღევანდელ რუსთან არ მქონია ხშირად შეხება, მაგრამ როცა მას უსმენ, ბევრი ამაყობს იმითი, რომ დიახ, ჩვენ ვართ, ამბობენ ურდოს შთამომავლები. დიახ, ჩვენ დასავლეთს დაუპირისპირდით და ვიყავით მონღოლური, აი დესპოტური, სისხლისმსმელი, არაადამიანურ ცენტრალიზმზე აგებული სისტემის შთამომავლები და ეხლა იგივე ივანე მრისხანემ ვახსენეთ და ივანე მრისხანეს ტიტული იყო ზუსტად არ მახსოვს ყაენს რა ერქვა და მოკლედ ყაენის ლანჩის მლოკავი. აი ძედავშინა ხო გაგვიგია ჩვენ მათ ჯარში ტერმინი და ეს ძედავშინას ესეთი არაადამიანობაა რომ ყველაზე უფროსი მათ შორის არის ვიღაცის ლანჩის მლოკავი. მაგრამ ის მერე მოგიბრუნდება და გელაპარაკება ღირსებაზე. მაგრამ სამაგიეროდ ვერტიკალი იცის, იმიტომ რომ ის ვის ლანჩასაც ლოკავს, ხო? ფეხსაცმლის ლანჩას. მერე ის მოვა და ჩაუკაკუნებს. აი ისევ გაიხსნებს იმ ქვეყნად. კი, აი ისევ საქართველოს და მის ქართულ ოცნებას რომ მიუბრუნდეთ, ამათ უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ბიზინა ივანიშვილის თავკაცობით. ხო, მიუხედავად იმისა, რომ არაფორმალი მმართველია, არა მარტო არ სჯერათ რუსეთის დამარცხებისა, არამედ არც უნდათ რუსეთის დამარცხება. იმიტომ რომ სწორედ რუსულ სამყაროში გაზრდილები არიან რა, უშუალოდ ბიზინა და სხვებიც, ხო? იქ გრძნობენ საკუთარ თავს კომფორტულად. აი, სატელეფონო საუბარი ახსენე შენი ცოტნეს მეგობრისა და კიდე იმის მეგობრისა. იქ თავიდან ბოლო 6 წუთიანია ის 6 ნახევარი წუთი გრძელდება და ეს ცოტნეს ივანიშვილის თუ ბერა ივანიშვილის მეგობარი იქაურ თავის მეგობარს მოსკოვს უმტკიცებს რომ ბიჭო, აი იცი რა ხდებაო? აი უკრაინელებიო, აი ხანდახანო კიო მომწონსო შეიძლება რომ მაგრამო მე რუსები რომ 10 ჯერ მეტად ბომბავენო, მე ხვდებიო რომ აი უჩალიჩებენო საკუთარ თავს უკრაინელი, ნუ ეხლა ზელენსკიზე გადააკ რაღაც ერთგვარად აქცენტი და არ უნდათ ტიპებს რომ უკრაინამ გაიმარჯვოს. იმიტომ რომ უკრაინის გამარჯვება ავიდან ბოლომდე ანგრევს მთელ უკაცრავად ესე ვიტყვი ნარა ფილოსოფიას, თუ ამას ფილოსოფია ჰქვია, მთელ ამ ვერტიკალს. მათ შორის მათივე მომხრეებში ანგრევს, ანუ ჩვენში ხო დანგრეულია კი არა არც არსებობს, მაგრამ ანგრევს რომ შენ შეიძლება ურდო დაამარცხო. რუსეთი დაამარცხო. ხო, მესმის რომ დიდი მსხვერპლის ფასად და ასე შემდეგ და ასე. აი ამის შედეგად და პრინციპში ვამთავრებთ საზა გადაცემას, ამის შედეგად და ვეღარავინ უკვე თუ ქართველი ხალხის ნება იქნება უმრავლესობისა. იმიტომ რომ ჩვენ მაინც კი ვამბობთ რომ ბევრნი ვართ, მაგრამ არა ვართ საკმარისი. ასე ვიტყვი. კი, ბევრნი ვართ, მაგრამ ივანიშვილს მაინც აი ბოლომდე წამსვლელი ივანიშვილთან დაპირისპირებაზე მაინც არ არის ძალიან ბევრი მოქალაქე, ჩემი აზრით. ბევრი ერგება, აპროტესტებს, მაგრამ მაინც და ასე, ანუ რაღაცა გაიგე, რაღაც კომფორტები შეიძლება თვალს უსწრებს, მაგრამ აი რაღაც კონjunkturaში
ექცევა. არავინ არ დაუძრახოთ, მაგიტომ არ მიმყავს კაცო, მაგისკენ არ მიმყავს, მაგრამ უკრაინა გადაწყდა. მერე უკვე რა სიტყვა უნდა დახუმლებას არც არაფერი აღარ დაუდგება წინ ჩემი აზრით. შეიძლება ვწდები. გეთანხმები და ეხლა მე ხშირად ვამბობ, რომ ვარდების რევოლუციის პერიოდთან პრაქტიკულად პარალელები არ არსებობს, თუმცა ერთი ნიუანსი გამახსენდა, ეხლა შენ როცა საუბრობდი 22 და 23 ნოემბერს, როცა ვარდების რევოლუცია მოხდა, ალბათ იმის მესამედი ან მეოთხედი ხალხი იყო, ვიდრე მომდევნო დღეს, როცა უკვე ზეიმი შედგა. ან 23-ში საღამოს არ მახსოვს ზუსტად, ყოველ შემთხვევაში რომ დაამთავრდა ყველაფერი, 4ჯერ და 5ჯერ მეტი ხალხი ზეიმობდა და ფიქრობდი, კაცო, ამდენი თუ ვიყავით, თურმე ამდენი ყოფილა. აი მე ზუსტად ვიცი რომ ეგეთი და ბევრად უფრო დიდი შვება იქნება, როდესაც საქართველოში ეს რეალობა დადგება. შენ ხა ბევრი რაღაც ახსენე, მათ შორის უკრაინაში მეომარი ქართველები და ამ შემდეგ. მე ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ეს არაფერი საჭირო არ გახდება. აი რუსეთი რო ჩამოიშლება, ესენი აი უმეტესობა უბრალოდ გაკრება და აორთქლდება. ვიღაცები მოვლენ და გეტყვიან რომ მე რას ლაპარაკობ რა 2012 მე შენთან ვიყავი კაცო ან ორი გეტყვის რომ ყველაზე უარეს შემთხვევაში აი ეს ყველაზე ბინძური მოსამართლე გეტყვის რომ ნაოქნა ის ხანაერთ არ გამოდიოდა რა ზოგი უკეთეს შემთხვევაში რომ დრო იყო ასეთი ზოგი გეტყვის რომ მაშანტაჟებდნენ ზოგი გეტყვის რომ და ასე შემდეგ ანუ არგუმენტი და საბაბი და გამართლება არავის არ შემოელევა იმისთვის მაგრამ რაც თავარია უკრაინა რო გაიმარჯვებს და რუსეთი რო დამარცხდება აღარავის არ ექნება იმისი ერთი მისხალი мотиваცია რომ ორგანიზებული წინააღმდეგობა გაუწიოს საქართველოს დაბრუნებას ქართველი ხალხის ხელში ანუ დღეს მათ პირდაპირ თუ უთქმელად ძალიან კარგად იციან რაზე დგანან და ეს არ არის არც მხოლოდ სუსი, არც მხოლოდ დაშინება და ასე შემდეგ. ეს არის რუსეთი. შესაბამისად რუსეთი რო აღარ იქნება, რუსეთს რო აღარ ეყოლება ის ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფი საქართველოში, რომელიც დღეს ძალიან ბევრ რაღაცას აკეთებს ჩვენ და სამწუხაროდ, ეს ორგანიზებული მართვის დონეზეც კი მოიშლება. და ერთი რაღაც მინდოდა ამვივარდა თავიდან, მაგრამ გამახსენდება იმედია, სანამ კიდევ თუ დაგვრჩა კიდე რავი სათქმელი და დრო. ო, ზაზა, აღავის მეტი არაფერი, პრინციპში ერთი რამე რაც მინდოდა მე თქვა, შეძლობდი. დღეს Facebook-ზე მომიწია ამაზე სახელების და გვარების დაუსახელებლად ახლა კონკრეტულად შენთან ინტერვიუში, მაგრამ მე მიფიქრია ერთ რამეზე. კრიტიკულ ვითარებაში აკი ვითქვამს მეც და შენს და ამ გადაცემაშიც თქვი იცნობა მოქალაქე, ადამიანი მოქალაქე, პატრიოტი თუ გრებავთ ასე ვიტყვი. მე არ მაშინებს მაინც და მაინც ეხა პირდაპირ მნიშვნელობით, მაგრამ მიფიქრია ერთ რამეზე, როცა ყველაფერი კარგად დასრულდება, რაც საკვირველია კარგად დასრულდება. და როდესაც ადამიანები მოვლენ და გეტყვიან შენ, მე და არ ვიცი პოლიტიკოსებს პირველ ყოვლისა მომავალ ხელისუფლებას ეტყვიან რომ რას მელაპარაკები კაცო საზა ირაკლი ავიცი ბარებს დავასახელოთ თუ კიდე მეც ვიყავი მე მიფიქრია რომ ალბათ ზმნა შეიზელს არასწორია მაგრამ ადამიანები ხელისუფლებაში მომავალი ხელისუფლების წარმომადგენლები იტყვიან რომ ხო კარგი შეგირიგდი და მაგალითად ჩემს კოლეგებს რომლებიც აშკარად აღმოჩნდნენ კაცო ქართული ოცნების და შესაბამისად რუსეთის მხარეს ხო რომლებს აუცილებლად მოტრიალდებიან და იტყვიან რომ შემგვირიგდით რა ჩვენ ხო თქვენსკენ ვიყავით მომავალი ხელისუფლება კოალიციური არა კოალიცია არ ვიცი მაგდენი არ ვიცი ხო იტყვის რომ კაი მოდი აი ხლა რა გაიხარ კარგ პოზიციაზე და მე არა მაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია მაქვს რომ არ უნდა შეიზილო არავინ ვინც დღეს და ახლა აი ამ კრიტიკულ ესეთი ვითარება დამოუკიდებელ საქართველოს არ ქონია კითოვანის დროსაც კითოვანი ხო არ შეიძლება რომ ოდესმე გაამართლო რამეში ხო აღარ არის სოციალი და თორე რთულია თქვა მაგრამ რატომაც არა ბანდიტი იყო პირდაპირ მნიშვნელობით რუსეთის წარმომადგენელი იყო აქ ამ ხელისუფლებაში სახელმწიფო გადატრიალებით მოსული ხელისუფლებაში და ღმერთმა სამწილიანებას ვერ ამბობდა ხო ამაზე უარესი კითოვანი არ იყო იმიტომ რომ ამან თლიანად დაანგერთან შეხო საიდანღაც მსჯელობ ხო აი რაღაცა საწყისი ეტაპი გაგდა იქ გაუბედურებული ახალ და არიცი რა დეპუტატი არ აქვს არავინ არის ვისენდო ხო რა ახ მე ამ 9 წლის განმავლობაში შეცდომებზე მეტით ვიშასაყ მაგრამ რაღაცა ქვეყანა შექმენი ხო მე თუ მკითხავ ცოტა ადრინდელი პერიოდიდანაც აი შევარდაძის ბოლო პერიოდ ფუნქცია გამოკვეთეს და მე გამოიკვეთა და მე მიშამ უკვე ეს ყველაფერი დააგვირგვინა და დედა უტირა 12 წლიდან აი ხო და რატო ასწრები ახლა მე იქნება შეიძლება გაგახსენე საბასობაში თქვა კიდო და
ხო არ უნდა შეურიგდე შეიზილოც და არის მაგრამ არ უნდა შეურიგდე ასე მგონია ტიპებს რომლებმაც ნაჯახი ჩაარტყეს თავში კირაზურგში დღეს უკვე აი დღებით უმეტეს დღეს ამ ქვეყანას შეიძლება ისინი 2012 წელს იყვნენ ქართული აუცილებლების ამორჩევლები მომხრეები ნანობდნენ მაგრამ დღე 26 წელია ხალხო ანუ ის კი არ არის რაღაც 21 წლის თებერვალი ან რაღაც 17 წლის ნოემბერი არა 26 წელია და ქვეყანა აღარა და ისინი აპრავებენ ამ ქვეყნის არქონას ასე ვიტყვი მე და ხვალბოვლე და გეტყვია რომ ბაზა ჩემი რიგდი რა შენსკენ არ ვიხარ მაგაცები არ ვიხავით კაცო მე და შენ ხო ერთად დაგვილევია ხო ხო და ეს არის ყველაზე უფრო რთული რასთანაც ჩვენ მოგვიწევს გამკლავება როცა ამის დრო მოვა და ეს არ არის ინდივიდუალური საკითხი ეს არის ეროვნული იდეის და ეროვნული იდენტობის ცენტრალური საკითხი მე წინააღმდეგი ვარ ორივე ფორმულირების ანუ ნაწილი ამბობს რომ შურისძიება არავინ არ ამბობს ან ანგარიშწორება მაგრამ როცა ამბობენ რომ არანაირი ანგარიშწორება თითქოს მეორე გულისხმობს რომ ანგარიშწორება უნდა იყოს ანუ არც იმის მომხრე ვარ რომ ვიღაცამ თქვას რომ არა არანაირი ანგარიშწორება და ყველაფერი იპატია და არც ცხადია ანგარიშწორების მომხრე არ ვარ მე ვარ სამართლიანი სასამართლოს და სამართლის უზენაესობის მომხრე არსებობს სტანდარტები რომელიც რა ვიცი მე მგონია რომ თუნდაც იგივე ქოცებმა რა სტანდარტებიც დაადგინეს ამ 14 წლის განმავლობაში სუბიექტურად შეიძლება ამაზე ვიკამათოთ მაგრამ მე სუბიექტურად აი მათივე სტანდარტს მათივე დანიშნულ მოსამართლეებს გამოვიყენებდი და ვიტყოდი რომ როგორც ხალბატონი თეატრულკიანი იყო და კანონზე მაღლა არავინ არაა კანონი ყველასათვის ერთია და დავიწყოთ მაგრამ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ეს არ არის ერთეულების აკვიატება რომ აი ვიღაცა მოიპარა და ის ვიღაცა და იბოდიშებ გაწყვეტინე ბოდიში გაწყვეტინე მე მართალი ხარ შენ ლაპარაკობ სისხლ მაინც ის როგორც იურისტი თან მათ შორის ხო სისხლის სამართლის და ხელისუფლებაზე ფორმალურ ხელისუფლებაზე ქართული ოცნების გადაწყვეტილების მიმღებზე მოიპარა აიშა უნდა რაღაც დაიშაჟოს კანონის სასამართლო და მე მათზეც არ ვლაპარაკობ მარტო მე ვლაპარაკობ იმ ადამიანებზეც რომლებიც ისე პირდაპირ სისხლის სამართლის დამნაშავეები არ არიან მაგრამ ამ ხნის განმავლობაში კი ბოდიში ვიტყვი ორ სიტყვას ანუ რას გულისხმობ სისხლის სამართლებრივ ნაწილში ხო დანაშაულის ნაწილში ვიღაცისთვის პასუხის მოთხოვნა კანონის სრული სიმკაცრით ეს ვიღაცის ახირება კი არ არის რა ვიცი მაგალითად არის ასობით ათასი ადამიანი ვინც არ მოიპარა ვიღაცამ თუ მოიპარა მილიონები და იმას ის შერჩა რა მესიჯია ეს ეროვნული აღზრდისთვის თაობებისთვის ანუ ნიშნავს რომ შნო თუ გაგზმაო თუ აკნილი იქნები, წპიერი იქნები, ვიღაცას ბოდიში და შეუძრები, მერე სწორ დროს გამოძრები და რაღაცეებს შეინარჩუნებ, შეიძლება ახლა 200 მილიონი მოიპარო და 20 მილიონი თუ დაგჭება პატარა ფულია 20 მილიონი და ეს რა მესიჯია ქართული თაობისთვის, შემდეგი თაობებისთვის, რა მესიჯია წესიერი ადამიანებისთვის, კანონმორჩილი მოქალაქეებისთვის, ხო? ამითი ხო ვანგრევთ ჩვენ იმას, რაზეც სინამდვილეში ქართული იდენტობა უნდა იდგეს, ეს არის კანონმორჩილებაც, წესიერებაც, კაი მოქალაქეობაც, რაც ილია ჭავჭავაძეს უნდოდა და ყველა ქართულ განმანათლებელს უნდოდა და რაც ჩვენ, რა ვიცი, დავით აღმაშენებელს უნდა და ყველა ვისეთაც ვამაყობთ, ხო? და ვისი მოპარვაც და მითვისებაც ხოცებს უნდათ არასწორი გზით და მოტივით. ანუ აქედან გამომდინარე, ეს არ შეეხება მხოლოდ იმ კონკრეტულ ადამიანს, ვიღაცამ თუ ბიუჯეტი 7 მილიონი მოიპარა, ეს არ არის უბრალოდ ამ თანხის ბიუჯეტისთვის დაბრუნების ამბავი. ეს არის მაგალითი თაობებისთვის. ჩვენ რომ ვამბობთ რომ არავის არაფერი არ შერჩენია, სინამდვილეში გულწრფელები რომ ვიყოთ, საქართველოს იმითაა ტრაგიკული ქვეყანა რომ ყველას ყველაფერი შერჩენია, კი. ყველას ყველაფერი შერჩა და ამიტომ დავდივართ იმ მოჯადოებულ წრეზე, მეზიზღება ეს ფრაზა, მაგრამ სამწუხაროდ ის არის მიზეზი, რომ ამ ეგრეთ წოდებულ მოჯადოებულ წრეზე დავდივართ, იმიტომ რომ ყველას ყველაფერი შერჩა და ცხადია ის კაცი მერე მეორე ჩანსი რომ მიეცემა, იგივეს გააკეთებს, მესამედ, შვილსაც ეგრე გაზდის და ასე შემდეგ, ხო? ეხლა რაც შეეხება პოლიტიკურ და ისეთ ადამიანურ დონეზე, ცხადია ხა ვინმეს პოზიცია თუ ქონდა, რომელიც ჩვენ არ მოგწონს, ეს არის სუფთა მოქალაქეობრივი საკითხი და აქ ჩემთვის ძალიან ძვირფასი თემა არის სამოქალაქო მეხსიერება, რასაც უფრო მეცაც ვიტყოდი, მეხსიერების ჰიგიენა. აქ არ არის საჭირო, მე დემოკრატი ადამიანი ვარ და შესაბამისად ავის არაფრის შეზღუდვის მომხრე არ ვარ, მაგრამ ჩვენ თუ მეხსიერების ჰიგიენა გვექნება როგორც მოქალაქეებს, ვიღაც ადამიანი, ვინც თუნდაც პოლიტიკურად, მაგრამ არა სამართლებრივად იყო დამნაშავე იმაში, რომ რუსეთი აქამდე მივიდა საქართველოში
ხო, ის შესაბამის ადგილს დაიკავებს ჩვენ საზოგადოებრივ სივრცეში და ჩვენ როცა ვსაუბრობთ პოლიტიკურ პასუხისგებლობაზე, ბოდიში და შენ თუ აძლიერებ ხელისუფალს, რომელიც მერე თავის მხრივ ჩადის სისხლის სამართლებრივ დანაშაულს დაუშვათ ქართველი ჯარისკაცის მიმართ, ქართველი სპეცრაზმელის მიმართ, ქართველი აგენტის მიმართ, რომელიც მუშაობს იმაზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ან მტრის ზურგში, ხო? ეს არ არის პატარა საქმე. მით უმეტეს თუ ამის შესახებ ინფორმაცია გაქვს. ეს არ არის უბრალოდ მიამიტური პოზიცია, რომ მე ის მირჩევნია და ეს არ მომწონს. იმიტომ რომ ეხა ოპოზიციაზე რო ვილაპარაკოთ, შორს წაგვიყვანს. აქ არ არის საუბარი იმაზე, ოპოზიცია მოგწონს თუ ქართული ოცნება მოგწონს. აქ საუბარია იმაზე, საქართველოს გადარჩენა გინდა თუ საქართველოს დამონება გინდა რუსეთის მიერ. აი ასე მარტივად არის ეს საქმე. ზაზა ბიბილაშვილი იყო ჩემი სტუმარი, უღბესი მადლობა. ზაზა, მე ვფიქრობ, რომ სწორედ ესეთი საინტერესო დინამიკური, კარგი საუბარი, ესე კევადი საუბარი გამოგვივიდა, წარმატებას და გამარჯვებას გისურვებ. სასურველი სტუმარი იყავი შენ ჩვენთვის და კიდე იქნები მომავალშიც. დიდი მადლობა. გადაცემის პარტნიორია Coca-Cola.